გამოწვევებს არასდროს უშინდება. სამედიცინო სფეროში არაერთი მიმართულება მოსინჯა. განვითარებაზე მუდმივად ორიენტირებული იყო. ამიტომ არავის გაკვირვებია მისი წარმატება. წარმატების გზა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება და მწვერვალებს იპყრობს. ქალი, რომელიც ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორია. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანს არა მხოლოდ თავისი პროფესია, არამედ პაციენტებიც ძალიან უყვარს. ერთდროულად ლაღი, ძლიერი, გულისხმიერი, კეთილი და საოცარი ხიბლის მქონე ქალბატონია. მე ვარ ნინო მუსელიძე, ვარ ექიმი, ვარ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი. ალბათ არსით ექიმი. გაგოცავთ ვინ არიან ეს ადამიანები? ეს ადამიანები არიან დედა და მამა ჩემი. ქალბატონი რუსუდანი და გერასიმე. ისინი უკვე 31 წელია ერთად არიან. 51 წელია ერთად არიან. 31 მე ვარ. შემეშალა დავბერთი. ეს არის ქალბატონი ეკა, ჩემი რძალი, ჩემი ძმის ცოლი და ესენი არიან ჩემი ძმისშვილები. ეს არის ნიკოლოზი, ეს არის ჩემი ანა, საოცარი შვილი, რომლის გამოც რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებთ. და ესენი არიან ჩემი ბიძაშვილის შვილები და შვილთა შვილები, ანუ მესამე თაობაც არის და ჩემი მეგობრის შვილები ასევე. სტუმრების გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი სახლი. ჩემი მეუღლე ბატონი გიორგი ჭოხონელიძე. მნიშვნელოვანი არის იმით, რომ ამარჩია თვითონ. გამზარდა, დედას არა, დედამ 17 წლამდე გამზარდა, მერე მან გამზარდა და დამაყენა ექიმ, რა ვიცი, მორფოლოგად, ემბრიოლოგად და ყველაფრად იქიდან გამომდინარე, რომ მომცა საშუალება. ყველაფერი ერთად აბსოლუტურად შეუძლია, მთავარია, რომ ერთმანეთის გესმოდეთ. მარადისობის შენარჩუნების სურვილით ახალი სიცოცხლისათვის ექიმი, ემბრიოლოგი, ჰისტომორფოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მუსერიძე 2 ათეული წელია სამედიცინო სფეროს უმნიშვნელოვანეს დარგს ემსახურება. მისი დახმარებით არაერთმა ოჯახმა განიცადა შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული. ქალბატონი ნინო მუდმივად ცდილობს საკუთარი თავი ახალი მიმართულებით აღმოაჩინოს და თავისი შესაძლებლობები უფრო მეტ სასიკეთო საქმეს მოახმაროს. როგორ იწყებთ დილას? ჩემი დილა იწყება დილის 6 საათიდან. საერთოდ ვამბობ, რომ ტემპით ამ ქვეყანას საერთოდ არ შევესაბამებით, იმიტომ რომ ეს ქვეყანა გაღვიძებას იწყებს 10 საათის მერე და 11 საათი და მე 6 საათიდან ვიღვიძე, პრაქტიკულად ალბათ ცხოვრება ჩემი არ არის მხოლოდ 12 საათი, არის ალბათ 48. რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სიცოცხლე? აი ამ ყველაფრის გარეშე. ამ ადამიანების გარეშე. მეცინი როცა ზოგადად ვიცი მეცინება ვტირი როცა მეტირება და მეტირება ყველაფერზე როცა მიხარია, როცა მიყვარს და როცა რა ვიცი ყველაფერზე, ანუ ცრემლიანი ვარ ყოველთვის. ვამაყობ რომ ვარ ქართველი. კარგავ ძალიან იშვიათად ადამიანებს და ძალიან წუხვარ თუ კარგავ. რას ვერ პატიობთ?
ვერ ვპატიობ, ალბათ ყველაფერს პატიობ მართლა. თუმცა არ არის სწორი. პატიება ძალიან უჭირთ ხოლმე, მე ვთვლი, რომ პატიება ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მე არ ვაპატიებ, მე ამით საკუთარ თავს ვავნებ. ამიტომ მირჩევნია არ დავიბოღმა, ვაპატიო და გავუშვა. რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანებში? ურთიერთობას და ნდობას. რა გინდათ თქვენზე რომ თქვენ დიდი ხნის შემდეგ? რომ იტყვიან დიდი ხნის შემდეგ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ექიმი ვინ იქნება? გიფიქრიათ ამაზე? დიზაინერი ან ჟურნალისტი? როგორია თქვენი იდეალური დღე? იდეალური დღე არის ბევრი ახალი სიცოცხლით, აი ესეთი პატარები როცა მოყავთ, ბევრი ორსულებით და როდესაც ყველა ჩემი ახლობელი კარგად არის და არაფერი ცუდი არ გავიდება. სიყვარულს რა დატვირთვა ორსულებაში? სრულიად სიყვარულია, ესე ვთვლი ჩემი ცხოვრება. მე ვფიქრობ, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფერი ამ ქვეყანაზე მართლა. ჩვენი სხეულის თუ შესაძლებლობის ალბათ 15-20%-ს ვიყენებ ზოგადად. მე არ მაქვს სიტყვა თუ ან რაღაც იქნება თუ არა, აუცილებლად უნდა იყოს და ზოგადად ვთვლი, რომ მართლა 100%-ით რომ გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენ შევძლეთ აბსოლუტურად ყველაფერს. მავიჯი მარსიც გავფრინდები, არანაირი პრობლემა არ იქნება. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ექიმობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. ბავშვობიდან უყვარდა ადამიანებს ზრუნვა და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. გამორჩეული ბავშვი იყო საერთოდ. თავდაჯერება არ ქონდა რატომღაც, ყველა ეძახოდა რომ ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან ჭკვიანი ხარ, მაგრამ არ იყო თავდაჯერებული. მაგრამ პრანჭკელა იყო ისეთი, რომ მოსწონდა როცა იპრანჭებოდა, თავისებურად იცვამდა. მე ჩემი მით, მაგრამ ჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენ. ჩემს გარეშე არსად არ უყვარდა წასულიყო, იმიტომ რომ დედის შენს გარეშე მე არ ვარ კარგად იქ, სადაც მიდიოდა ხო. კარგად სწავლობდა, ძალიან კარგი მოსწავლე იყო, არ სჭირდებოდა აი ან თქმა რომ დაჯექი ისწავლე, ან ის რომ დიდხანს არ სჭირდებოდა, ძალიან მალე ითვისებდა ყველაფერს. მასწავლებელი სულ ეუბნებოდა რომ ჯობია გაყვე უცხო ენებს. თვითონ კიდე უნდა დიზაინერობა. ხატვაც ეხერხებოდა, მაგრამ უფრო იხატავდა ხოლმე ვიდრე ისა. მაგრამ მე რატომღაც შეუმდგარი ექიმი ვიყავი, დაუწყე რომ ჩააბარე სამედიცინოზე. პირველად არ უნდოდა. მერე დამეთანხმა ახლა რა ეკნა, მაინც გავლენა მქონდა ახლა შვილებზე მე. როცა დაამთავრა, ამბობდა რომ რო დაიწყო მუშაობა, გაუგებრობაში ვარ, მე მგონი მოხვედრილიო, მაგრამ თანდათანობით იმდენად უკვე მოეწონა ეს საქმე და იმდენად შეუყვარდა, რომ ამბობს რომ თავის ადგილზეა ამჟამად. აი მე შემილია ვთქვა რომ ჩემთან შემოვარბოდა ხოლმე და მე რო რამეს ვაკეთებდი, უნდა რომ გაეკეთებინა. წარმოვიდგინეთ რომ მე ვაგდებდი ხოლმე, გადი ნინო მეთქი, რატო დედიო და მე არ მინდა მეთქი, შენ სხვა ამბისთვის მინდიხარ. ყველაფერი იცოდა, აბსოლუტურად. აი ხო არის გოგოები ამბობენ, ვაი მე ის არ შემილია, ძალიან პატარა, ყველაფერი იცოდა. ამ წუთშიც ახლა ყველაფერი ეხერხება აბსოლუტურად. უბრალოდ დრო აღარ აქვს ამისი და უკვე ამისთვის არ ცალია, თორე ძალიან ისეთი ბავშვი იყო, აი ყველაფერი აინტერესებდა ამ ქვეყანას. მე გულჩვილია ძალიან, მეც გულჩვილი ვარ, ყველაფერზე მეტირებოდა ხოლმე და ეგეც ასეთია. აი ყველაფერზე შეგვეძლო გვეტირა, ფილმი იქნებოდა რაღაცა. ახლაც მასეთია, უხარია ტირის, ცუდ ხასიათია ტირის. ძალიან ისეთი ისა აქვს, გულჩვილი გოგონაა და ვინც არ უნდა თხოვოს, არ თხოვოს, ყველას ეხმარება. აბსოლუტურად, აი ყველას ისეთ ვიღაცაზე გაიგებრო და ეხმარა, თან არ ამბობს ამას, რომ ეხმარება და რა. სამყაროში ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, თავისი ემოციებით, განცდებით, ამოუხსნელი და საინტერესო ბუნებით. ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის გამრავლებაზე ზრუნვა კი უმთავრესი მისიაა. ექიმის პროფესია ადამიანის მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობისა და სიყვარულის გამო აირჩია. კათედრაზე ბატონ გია ბურკაძესთან ზუსტად იმ პერიოდში მოხდა, როცა პაპ ტესტის საშვილოსნოს ყელის დაზიანების ადრეული გამოვლინება დაინერგა და პრაქტიკულად იქ იპოვა საკუთარი თავი. ასე მოხდა ჟორდანიას
სახელობის ინსტიტუტში. პრინციპში ეს იყო პირველი სკრინინგული ლაბორატორია საქართველოში, რომელიც კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებდა. პროფესორ არჩილ ხომასურიძის მხარდაჭერით კვალიფიკაცია აიმაღლა კანადისა და ისრაელის კლინიკებში. სწორედ მაშინ დაინტერესდა რეპროდუქტოლოგიით და გადაწყვიტა პროფესიული ზრდაც ამ მიმართულებით გაეგრძელებინა. ყოველთვის ყურადღებით ვიყავით ახალგაზრდობის მიმართ. ხო და ნინო რომელიც ახალდამთავრებული ესე იქნებოდა 25 წლის არ იყო. ფიზიკური მონაცემები როგორც აქ ეხლაც ყურადღების მიმცემი მოგეხსენებათ. ხო და მოვიდა მეც მივიღე. და უყურები თუ რა გამოვიდოდა. იყო პერიოდი ისეთი, როდესაც რაღაც სხვადასხვა საქმეებს ვაძლევდი. შედარებით უმნიშვნელოს და იმდენად უცებ დაძაბვის გარეშე ასრულებდა ყველაფერს, მაშინ უკვე მიექცია ყურადღება არა მარტო ჩემი, არამედ სხვისიც. შემდეგ იყო ის, რომ რეპროდუქტოლოგია ძალიან განვითარდა ქვეყანაში და ეხლა თუ არ არის ყველაზე პოპულარული სამედიცინო დისციპლინა ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პოპულარული მაინც გახდა. შედეგად გვაქვს ის, რომ ქვეყანაში არის ვებერთელა უკვე ქსელი რეპროდუქტოლოგიურ დაწესებულებები, რომლებიც წარმოიდგინეთ, რომ არიან ძალიან ყველა ეხლა ერთნაირად არა, მაგრამ ზოგიერთი არის ძალიან წარმატებული. ისე პრინციპში ყველა წარმატებულია, მაგრამ ზოგიერთი ძალიან წარმატებული. აი მე მიმაჩნია რამდენადაც თვითკრიტიკული არ უნდა ვიყო, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკა დაარსა, შექმნა და ხელმძღვანელობს ახლა ნინა მუსერიძე. წარმატებული არსობრივად, პროფესიონალურად, მნიშვნელოვნად მატერიალურად. დიდი დამთხევა ლამაზის და ჭკვიანის და შრომის უნარიანის იშვიათია და ამ შემთხვევაში გამოვიდა რომ ყველაფერი აქ ამახვილებდა. მაგრამ ნინოს როგორც ხელმძღვანელს განასხვავებს ის, რომ იგი მის შესაძლებლობას იყენებს საერთო საქმისათვის. საერთო საქმისათვის რაც ჭირდება რეპროდუქტოლოგიას, რაც ჭირდება ქვეყანას და რაც ჭირდება იოსებ ჟორდანიას სხეულას. ექიმ გინეკოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს მადონა ჯუღელს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს ნინო მუსერიძესთან. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ხშირად ახერხებენ ერთმანეთის ნახვას და საიდუმლოებების გაზიარებას. მე და ნინო თავიდან შევხვდით როგორც მეგობარი, როგორც კოლეგა. ნინო იყო პატარა გოგო, ეს პერიოდი, როდესაც ყალიბდებოდა ჟორდანიას ინსტიტუტში საშინაო სყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობის განყოფილება, იყო ციტოლოგიური მარტივი გიმზის მეთოდით ციტოლოგია. დავიწყეთ ძებნა, რა თქმა უნდა, ამ ძებნაში სხვადასხვა კანდიდატები იყო, ზოგი შემოვიდა, ზოგი გავიდა და მოდის პატარა გოგო, აბსოლუტურად ესეთი თავდაჯერებული და ესეთი ინფორმაციით, რომ მე ვიცი ის მეთოდი, რა მეთოდსაც თქვენ ეძებდით. მე ვარ გიორგი ბურგაძის მოსწავლე და მე დღეს ვარ ჩამოყალიბებული პათომორფოლოგი. ნინოს რო შევხედე ამ მისი ამ ლაპარაკით, რეალურად არც გამჩენია ის აზრი, რომ ჯერ პატარაა და იმან ჯერ რა იცის. ანუ იმდენად მისთვის შთამბეჭდავი იყო მისი ეს ნათქვამი. მაგრამ მაშინ უფლებები მე თვითონ არ მქონდა და აქ იყო ჩართული იყო ადმინისტრაცია, ბატონი არჩილ ხომასურიძე, არჩილი გაესაუბრა ნინოს და იმის შემდეგ მე და ნინო მუშაობთ ერთად. ჩემი ჯგუფი იყო ჯგუფი, ანუ ჩვენ ვიყავით ერთი თიმი. სადაც არ მოიაზრებოდა სხვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით, როგორც იცით, ის არ იყო რომ მარტო დიაგნოსტიკა, ეს იყო ფიქრი, ინფორმაციის ირგვლივ. რომ თუ ამ პაციენტს ქონდა რაღაცა გარკვეული დაზიანება, გარკვეული ცვლილებები, იქ არ ყოფილიყო არა მარტო დაზიანება, არამედ ჰორმონალური ცვლილებები. ციტოლოგია და კლინიკური მდგომარეობა ერთად შეგვეჯამებია და მე უკვე რაღაც ბევრი ნაშრომებიც კი დავწერეთ. ეს იყო ჩვენი ურთიერთობა. ამ ურთიერთობას მოყვა მეგობრობა. ნინო სულაბოს კოსმოსში მიფრინავს და ნუ მე მიყვარს სიახლეები და ამ სიახლეს მომყვება და მე მივყვები მას. აი ეს იყო კიდევ გაგრძელება და ამიტომ ვარ მეგობრობა. მეგობრობა არის რა, ერთი იდეა, სურვილი წახვიდე წინ და არ წახვიდე უკან. მე ვფიქრობ, რომ გიხაროდეს მისი სიკარგის,
მიხაროდეს მისი წინსვლის რატომაც იცით რატომ ხშირად ვამხომე ის რო კარგად არის ის რო წინ წარსულია მეც მოვდივარ შენთან ერთად შენ მე არ მიმატოვებ უკან ასე ვიყავი მე ასე იყო ის და სადაც ვიყავით ერთად და როგორც უჯრედები არსებობს პლურიპოტენტული ანუ მრავალი შემცველი და მრავალშემძლე ისეთი ადამიანია ნინო შეუძლია აი ყველანაირი მრავალწახნაგიანი ადამიანია ყოველთვის ვამხომე რომ ნინო რომ კარგად არის მეც კარგად ვარ იმიტომ რომ მე ვხედავ რომ ის ძლიერი პიროვნებაა და მეც ვცდილობ რომ ამ სიძლიერეს დავეწიო. მე ვფიქრობ რომ უდიდესი ნაწილი, უდიდესი წილი აქ ჩემი პირადი ცხოვრების დღემდე აი აქამდე მოყვანის. ის რომ პირადი ცხოვრება ასე მარტივი არ არის ქალისთვის. აი ამისი გაზიარება და ამის მიღმა შენთან ერთად მოსვლა თუნდაც იმ თემის ინფორმაცია როცა რა მადონას ეს ჭირდება მადონასთვის ეს აუცილებელია და რატომაც არა ჩემ სასიყვარულო ისტორიაში ნინოს არა ესეთი საკმაოდ დიდი როლი ენიჭება ექიმი რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე ამბობს, რომ საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული ის მყარი საძირკველია, რომლითაც სხვებისადმი თავისუფალი, უპირობო სიყვარულია შესაძლებელი. ნინო მუსერიძისა და არსენ გვენეტაძის მეგობრობამ დროს გაუძლო და დღეს უკვე სხვებისთვის მისაბაძი და სამაგალითოა. მეგობრულობა იდეების მუდმივი იყავ მშიერი, იყავ სულელი, მაქვს ესეთი ლექსი ერთი, რომ დრო სიცოცხლეა. ანუ მუდმივად იდეებით მუშიებული და ფიქრი out of box. ის კონფერენციები, რომელსაც ის ატარებს წელიწადში ერთხელ უკვე 4-5 ჯერადობის არის საქართველოში რეპროდუქტოლოგიის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ძალიან ლამაზად და გონივრულად სხეულებრივად მოხდენილად გამოიყურებას. მე ერთ-ერთ მევრინებაში ვიყავი და ის აწყობდა საქველმოქმედო აუქციონს და მთხოვა რომ არსენ შენ ნამუშევრებს ხომ არ მოიტანო და მე გავაკეთე ორიგინალები ჩემი არ იყიდება ყოველ შემთხვევაში ჩემი ნახატების განაყოფიერება ქვია ამ ნახატს კვარცხლბურჯელი და სპერმატოზოიდი მისი მაღალი ხარისხის რეპრინტი გავაკეთე საკუთარი ხელით დავამუშავე ასევე დრო სიცოცხლეა ორი ნახატი და დავტოვე ამ აუქციონზე საჩუქრად გადავეცი რა თქმა უნდა და ეს თანხა მოხმარდა საქველმოქმედო მიზნებს რისთვისაც ნინო მოაწყო ეს აუქციონი აქ ჩანს ორი რამ ქველმოქმედებისადმი მისი დავარქვათ ასე კარგი ფოკუსირება და მეორეს მხრივ თანამედროვე ხელოვნებისა და ადამიანური ურთიერთობის მეგობრული თვალხედვით კარგად ინტეგრირება მიზნებში. Შემიძლია ვთქვა, რომ ნინოსთან ჩემი მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად არ ვხვდებით ერთმანეთს, ნამდვილად არის პატივისცემის ყველა ბურჯზე და პირამიდაზე და მათ შორის სარგებელსა და ურთიერთსარგებელსა და ურთიერთ სიყვარულზე საქმის მიმართ. ენდომეტრიუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში და ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი უშვილობის თემა, რომ დაგვიანებული არასდროს არ არის ორსულობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასაკი უკვე გაიზარდა, იმიტომ რომ ქალი არის აქტიური, როგორც ვთქვით, უნდა ვისწავლოთ, რა ვიცი, კარიერა ვიწყოთ, ვიყოთ თვითდაჯერებულები და შემდგომ უკვე როცა გადავწყვიტავთ ხოლმე შვილის გაჩენა, შესაძლებელია რომ ეს პრობლემა დადგეს. ესე გამოდის, რადგან 30 წელი შემისრულდა მე ზუსტად ქორწინების და 29 წლის თავზე გაჩნდა ლილე. დედარაბედინეთ. ოღონდ მე ეს გზა გავიარე სულ 5 წელიწადში, მაგრამ ფარხმალი არც ერთი დღეს არ არ მიფიქრია, რომ რაიმე პრობლემა შეიძლება მქონოდა და არ მეყოლებოდა შვილი. მინდა გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც წყვილი პრაქტიკულად ქალიც და მამაკაციც არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მაგრამ მათ არ ყავთ შვილი ერთად, გამოსავალი მაინც ინვიტრო განაყოფიერებაა. მის დამსახურება, რომ საქართველოში უშვილო წყვილებს მის დახმარებით დაახლოებით 1200 ბავშვზე მეტი უკვე შეეძინათ. პირველ რიგში, ანუ მე დავახასიათებ მას როგორც ძალიან კეთილ ადამიანს, ძალიან შრომის მოყვარეს და უსაზღვრო
ენერგიის და ფანტაზიის ადამიანი, რომელიც სულ ფიქრობს განვითარდეს და ჩვენც მივყვებით მას. მას ძალიან უყვარს ადამიანები. ის არის ძალიან უშეთ ენერგიის ადამიანი, რომელიც სიამოვნებს ადამიანის სიკეთის გაკეთება. ყოველი წარმატების უკან შრომის მოყვარე და ძლიერი ქალი დგას, რომელსაც უპირველესად თავისი შესაძლებლობების ჯერა და არასდროს ჯერდება მიღწეულს. მიუხედავად მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებისა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ის არ ჩერდება და განაგრძობს განვითარებას. მუდმივად მზად არის პაციენტების გარდა თანამშრომლებს, კოლეგებს და ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. მე ამ კლინიკაში ჩემი მოსვლის დღიდან მიმიღო ისე როგორც საკუთარი შვილი. და მისვა გვერდით, ყველაფერი მასწავლა, ყველაფერს მაყურებინებდა და მინდა ვთქვა, რომ ესეთი რაღაც ზოგადად მედიცინაში ძალიან იშვიათია, რომ შენი უფროსი კოლეგა მომავალ თაობას ასე ამდენი ინფორმაციას აწვდის და ამდენი გასაქანის საშუალებას აძლევს. გარდა მაგისა, მას აქვს უნარი აღმოაჩინოს ადამიანებში ისეთი ნიჭი და ისეთი მიმართულებები, რაც მათთვის გაცილებით უფრო უკეთესი იქნება. გარდა იმისა, რომ ქალბატონმა ნინომ დაიწყო ჩემი განვითარება როგორც მომავალი ექიმის, ამის გარდა მან საკმაოდ სერიოზული მიმართულება ჩამაბარა, რასაც ეწოდება კლინიკის მენეჯმენტი. თუმცა მითხრა, რომ შენ ამას შეძლებ და ზუსტად ვიცი, რომ გამოგივა. ძალიან ბევრი რეზიდენტი და ახალგაზრდა და მომავალი ექიმი მუშაობს ჩვენ კლინიკაში. და ყოველთვის მომხრე არის ქალბატონი ნინო იმისი, რომ ახალგაზრდები იკავებდნენ ყოველთვის მოწინავე ადგილებს და ყოველთვის ამობს იმას, რომ ჩვენ ვართ უკვე წარმავალი თაობა, ну, ამას არ ვეთანხმები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე თქვენ ახალგაზრდებმა უნდა ისწავლოთ, უნდა გააკეთოთ და ყოველთვის აი ამ პროგრესის მომხრეა. ქონდა პატივი მასთან ერთად მემუშავა არაერთ ნაშრომზე, ერთად შეგვექმნა არაჩვეულებრივი ნაშრომები და არაჩვეულებრივი აბსტრაქტები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთობლივად ძალიან ბევრი სიახლე და ინოვაცია გაგვეტანა მრავალ კონფერენციაზე. და ერთ-ერთი პირველი შოკი რაც იყო ჩემთვის, იყო 2 წლის წინ, როდესაც საკუთარი ნაშრომი, თავისი გამზადებული პრეზენტაცია გადმომილოცა და მითხრა, რომ შენ უნდა ადგე და ახლა ეს ჩემი თემა, შენი სახელით უნდა გაიტანო ეგვიპტის კონფერენციაზე. და მართლა შოკში ჩავარდი და გაოგნებული ვიყავი, იმიტომ რომ ესეთი რაღაც არც კი გამიგია, რომ ვინმეს გაეკეთებინოს პირიქით. საკმაოდ ხშირია ესეთი შემთხვევები, რომ ახალგაზრდა ექიმები შრობობენ თავიანთი ხელმძღვანელებისთვის და მერე მათ სახელებს საერთოდ არ აფიქსირებენ და ეს იყო შემთხვევა, როდესაც მითხრა, რომ ჩემი სახელი არ დააფიქსირო, საერთოდ ეს გაიტანე ისე როგორც შენი ნაშრომი და ამის გამო მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა დღესაც, ყოველდღიურობ მე მგონი ამის გამო მადლობას. ყველა პაციენტი მისთვის განსაკუთრებულია. თითოეული მათგანის პრობლემას საკუთარივით განიცდის. ექიმობა ხომ ყველაზე ჰუმანური პროფესიაა. მუდმივად სხვების ინტერესებზეა ორიენტირებული და მათ პრობლემებს საკუთარზე წინაყენებს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ლამაზი, ფერადი და მომხიბვლელია და ყოველთვის ახერხებს გარშემოყოფებში პირველი შემხვედრი იქნება ეს მეგობარი თუ ოჯახის წევრი. დატოვოს კაშკაშა და დაუიწყარი დღესასწაულის კვალი. დღესასწაულისა, რომელიც მუდამ მასთან ერთად არის. ნინო არის ახლა მოსულდება 50 წელი. და 50 წელი აღმოჩნდა de facto და სამეცნიერო კვლევის საფუძველზე აპოგეა ქალის ცხოვრებაში 50 წლის ასაკი. ესე იგი ამ ასაკში ქალი არის ყველაზე უფრო ღირეული ბუნებისათვის. ხო და აღმოჩნდა, რომ ყველას ეგონა, რომ ქალი ყველაზე ღირეული და ყველაზე კარგი და სასიამოვნო არის 25 წლის და 28 წლის და ასე შემდეგ, ნუ რას უკაცრავად. საკმაოდ პარადოქსულად აღმოჩნდა, რომ 50 წელია ის ასაკი, როდესაც ესე იგი ქალი აღწევს თავის აპოგეას, იმიტომ რომ ის სჭირდება სუყველას. ასე რომ ნინო არის ახლა თავის აპოგეაში და ამასთან დაკავშირებით მე მინდა მას უსურვო გახაგრძილებოდეს ეს აპოგეა ჯერ ერთი და მეორეც ერთი შეძლებოდეს მშვიდობიანი და ღირსეული ნავიგაცია რეპროდუქტოლოგიის დიდ ოკეანეში. ვეტყვი რომ
ბედნიერი იყოს მთელი ცხოვრება თავისი წინ რაც დარჩენია, თავის გოგონას ბედნიერებას მოსწრებოდეს. რა ვიცი, ყველაფერი კარგი მინდა მისთვის. რას ეტყოდა 61 წლის ბედნიერებისა და მადლიერების ელჩი იუბილარს ნინოს ვეტყვი რომ ნინო შენ ბევრ ადამიანს სიხარული და ბედნიერება მოუტან და რაც ყველაზე მთავარია როგორც მე ვიცი შენ თვითონ ხარ ბედნიერი მე მას ერთ-ერთ კონფერენციაზე გადავეცი ემპათიის ანუ თანაგრძნობის უკურა მეიღე ჩემი ემპათიაც სიმპათიაც სიყვარულიც და მადლიერებაც არსენ გვენეთაც მინდა ძალიან რომ იყოს ბედნიერი. ყველაზე მთავარი რამ დღევანდელ დღეს არის ბედნიერება და დანარჩენს და ყველაფერს თვითონ მიაღწევს. მე მინდა გისურვო პირველ რიგში შენის იდეები რაც გაქვს ცხოვრებაში მისი განხორციელება და დარწმუნებული ვარ 100% რომ მას განახორციელებ. და ასევე კიდევ გისურვო დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობა რომ ბევრ ადამიანს კიდევ მეტი სიკეთე გაუკეთო. წინსვლა, სიკეთე, გახარება და ყოველთვის სიკაშკაშე, რითაც შენ მიდიხარ, ასე უნდა იარო ყოველთვის.